ვახუშტი ბაგრატიონის აღწერა სამეფოსა საქართველოსა და გეოგრაფიული ატლასი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შეიტანა. საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში ვახუშტის რუკების ექსპოზიცია გაიხსნა. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1743-1755 წლებში შექმნილი ავტოგრაფები 1925 წელს სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკიდან საქართველოს გადმოეცა. მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო რეესტრში შესული ვახუშტი ბაგრატიონის რუკების გამოფენა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 10 აგვისტომდე გაგრძელდება. რეესტრში ამ დოკუმენტების შეტანა საშუალებას მისცემს მსოფლიო საზოგადოებას, რომ უფრო ახლოს გაეცნოს ამ ორ უნიკალურ დოკუმენტს, ხოლო ამ დოკუმენტებში შესული ბაგრატიონთა გენეალოგია, ისტორიული გეოგრაფიული რუკები წარმოდგენილი გახლავთ ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, რომლის დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია და უფრო ახლოს გაეცნოს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ დატოვებულ უნიკალურ მემკვიდრეობას. ეროვნულ არქივში, რომელიც შედის იუსტიციის სამინისტროს გამგებლობის სფეროში, ვიღებთ ვალდებულებას ჩვენს მეცნიერებთან ერთად, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ატლასს და აღწერა სამეფოსა საქართველოსას მოვუვით და დავიცავთ ისე, რომ არასოდეს არ დადგეს ეჭქვეშ მისი საერთაშორისო რეესტრში ყოფნის საკითხი. ეს რეესტრი არის ძალზე მნიშვნელოვანი კოლექცია იმ ხელნაწერებისა, აუდიოვიზუალური დოკუმენტების, სხვადასხვა არქივებსა თუ ბიბლიოთეკებში დაცული დოკუმენტების, რომელთაც განსაკუთრებული მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნიათ და ასევე ეს სია ემსახურება იდენტიფიცირებას იმ დოკუმენტებისა, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი ფაქტები თუ მოვლენები.